მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმის რომ გამოწერეთ ჩემი არხი იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებს ვინც არ იცოდი საგეცნობით მე ვარ კატო შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ რაც შეეხება დღევანდელ გაშლას მოდით ნახოთ ესეთი გაშლა ფინანსები კარიერა ძალიან ისეთად ვაკეთებ ხოლმე მაგრამ შეიძლება იმისი საინტერესოც არის და ნახოთ თვის ბოლომდე ივნისის ბოლომდე რა იქნება ფინანსური და კარიერული კუთხით ხო ვარიანტი გავაკეთოთ ორი და იყოს ესეთი მოდით ესე გავაკეთოთ ეს გამოვდეთ ეს პილო იყოს პირველი ვარიანტი და მეორე იყოს ესეთი ყავისფერი პილო მგონი ჩანს პირველი და მეორე ვარიანტი და ვნახოთ როგორი იქნება იმედი აირჩიეთ მე მეორე ვარიანტს გადავდებ პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ სპილო როგორი იქნება თქვენი ფინანსური და კარიერული კუთხით ცოტა შიშის მდგომარეობა ნამდვილად გააქვთ რაღაც შეიძლება ითქვას რომ ცვლილებების მდგომარეობის წინაშე დგახართ რაღაცა გინდათ შეცვალოთ შეიძლება წლის ბოლო არის და ნაწახვით და ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი აქ ნახეთ როგორი მომენტი არის გჭირდებათ ცოტა დასვენება ცოტა დაალაგება თქვენს თავთან ესე პირველ რიგში შემდეგ უკვე შეძლებთ ახალი პროექტების გაკეთებას ახალი იდეების განხორციელებას და ნუ შეგეშინდებათ ხო ნუ მესმის რომ ცოტა ისეთი მომენტია ფინანსები არ არის მარტივი როდესაც მithumetes წინ ზაფხულია მაგრამ ნახეთ აქ როგორი მომენტია ეს არის პერიოდი უნდა შეძლოთ ცოტა დასვენება, ცოტა გაუშვათ ყველაფერი იმის რომ უკეთესი მომავალი გქონდეთ, ხო, რაღაცა ახალი პროექტები აშკარად აპირებთ თქვენთან შემოსვლას, ამიტომ ჯობია ცოტა დასვენებას მოასწროთ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ნახოთ აბა თქვენთან რა იქნება ფინანსები და კარიერის კუთხით. აქ ცოტა შეიძლება ხარჯები ბევრი გვაქვს ვიდრე შემოსავლები, თუმცა მე ესე გეტყვით რომ თქვენ გექნებათ საშუალება დატკბეთ თქვენი დასვენების პერიოდით. კი, გასაგებია რომ ცოტა ხარჯები უფრო მეტი იქნება ვიდრე შემოსავლები, მაგრამ არ შეგეშინდეთ იმის რომ დარჩებით ისე. აქ დაგეხმარებიან ადამიანები, მოგცემენ იმ ენერგიას და იმ საშუალებას, ანუ თქვენს პრობლემებს, თქვენს სიტუაციებს აუცილებლად რაღაცნაირად გადაინაწილებენ და თქვენთან ერთად შეძლებენ რომ გაართვათ თავი იმ პატარ-პატარა პრობლემებს, რომელიც შეიძლება წამოვიდეს. ზოგადად არ იქნება ნამდვილად რთული და ცუდი პერიოდი.